ესე იგი, სასწაულია რა. გამეთიშა ლაივი წარმოიდგინეთ. წყნარად, ჩვეულებრივად მუშაობ და მაინდა-მაინც ლაივით რომ მივდივარ, მაშინ გავდივარ, მაშინ ითიშება ყველაფერი მთელი ინტერნეტი. მოკლედ, თათბირი მინდოდა სასახლეზე და ახსნა მინდოდა სასახლეს რატო თქვი ეს წინადადება, რატო შევთავაზა პრეზიდენტს გუშინ. პირველი, ანუ გუშინ ვიყავით შეხვედრაზე, პოლიტიკურ ფორმატში მე ვიყავი პირველად, ბოლო დროს. და ვთქვი რომ თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს რომ 29-ში არ გამოვიდეს ორბელიანის სასახლიდან, ორბელიანების სასახლიდან, ჩვენ მას ამაში მხარს დაუჭერთ. და პრეზიდენტის ინსტიტუტს დავიცავთ ამ ფორმით. რატომ? დავიწყებ ახლა ამ არგუმენტების ჩამოთვლას. პირველი, ჯერ ეს ერთი, თუ ადამიანი, რომელიც არის ასეთი სერიოზულ დაპირისპირებაში შესული, ასეთი გამოწვევის წინაშე და რეალურად უკვე ემუქრებიან მას და ისედაც შეიძლება და იყო ამაზე საუბარი, რომ მან ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, უნებრივია ჩვენი მოვალეობა არის აქ პოლიტიკურიც და ადამიანური და საერთოდ მაშინ რა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა არის ამ შემთხვევაში, რომ თქვათ, რომ მას მხარს დაუჭერთ, გვერდში დაუდგებით და დავიცავთ და მასთან ერთად პასუხისგებლობას გავინაწილებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო ნახეთ, ეგრევე წამოვიდა გუშინ ივანიშვილის ზოპარკის ერთ-ერთი ბინადარიდან მუქარა, რომ ყველას დაგიჭერთ. მაშინ რომ არის, რა ქვია, მონონიებაში ყველას დავიჭერთ. ამაზე ძალკე ვიტყვი. ანუ ეს აქტი არის პასუხისგებლობა, მოითხოვს პასუხისგებლობას, არის გარკვეული რისკები ამასთან დაკავშირებული და ჩვენ მზად ვართ, მე მზად ვარ, რომ ეს მასთან ერთად გავინაწილო, გვერდში დაუდგე ამაში. პირველი, ეს იყო ჩემი აზრით, სუფთა პოლიტიკური ბრძოლის მოვალეობა მოითხოვს ამას. ეხლა მეორე. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ტაქტიკურ გადაწყვეტილებასთან. ეს ბრძოლა, რომელიც არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, 29-ში არც იწყება, არც თავდება, ჩემო საყვარელო ხალხო. ჩვენ მე ამას ვამბობ და მე დარწმუნებული ვარ თქვენ მეთანხმებით, რომ ეს უნდა გაგრძელდეს, 20 ახალ არჩევნებს რომ დანიშნავთ, რომ მოვიგებთ, მე ლუსტრაციის კანონი უნდა მივიღოთ და ბოლო კგბ-შნიკი უნდა გავიყვანოთ ამ ქვეყნიდან. და ამ შემთხვევაში დამთავრდება ეს ბრძოლა. მაშინ ჩავთვლი მე, დავამთავრეთ ეს ამბავი, როდესაც აი ბოლო კგბ-შნიკს ლუსტრაციით, კანონით თუ უშიშროების მეშვეობით გამოვავლენთ და ასე ხელს ჩამოვარდნავთ და გავუშვებთ. რუსეთს გადავცემთ. აი ეს ამ დროს თავრდება ეს ბრძოლა. უკვე შემოერთებული გვაქვს აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყველაფერი. ანუ განგრძობადი ბრძოლა. 29 დეკემბერი ინაუგურაციის ამბავი არის თარიღი, არის ერთ-ერთი ეტაპი ამ ბრძოლაში და ამ დროს მისაღები არის ტაქტიკური გადაწყვეტილებები. ეს არის ტაქტიკა, მოგესალმებით ყველას. თუ პრეზიდენტი გადაწყვეტდა, რომ ტაქტიკურად მიზანშეწონილია, ნახეთ რა სიტყვას ამბობ, მიზანშეწონილია, რომ ის დარჩეს ორბელიანების სასახლეში და იქიდან გააგრძელოს მუშაობა როგორც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მაშინ ამ გადაწყვეტილებაში მე მას მხარს დავუჭერ და იქ ვინც იყო ოპოზიციამ, ყველამ იგივე გაიმეორა. ანუ ტაქტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები ასე ისე ორბელიანები და ორბელიანების გარეთ ეს ბრძოლა ჩვეულებრივად გრძელდება და იმდენი საქმე გვაქვს, ამაზე კიდე ცალკე გეტყვით რა საქმე გვაქვს ჩვენ. მესამე, ეხა ხო გუშინ რაც ითქვა, ვიღაცაებმა თქვეს, რომ კი, მაგრამ შენობა არ არის მნიშვნელოვანი. ჩემო საყვარელო ხალხო, პოლიტიკა შედგება ძალიან დიდწილად სიმბოლოებიდან, სიმბოლური აქტები, სიმბოლოები ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაშიც და ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაშიც. ძალიან მაგარი ნაშრომი ამაზე აქვს კარლ იუნგს, ავსტრიელ ბრწყინვალე, უკაცრავად შვეიცარიელ ფსიქოლოგს. საერთოდ სიმბოლოები რა არის, ამაზე მე კიდე ლექციასაც წავიკითხავ, როდესმე რომ ეცლება. მაგრამ სიმბოლოები რო არ იყოს, ნახეთ, მაშინ დროშაზე ვიტყოდით, რომ ეს უბრალოდ ნაჭერია. ჰიმნზე ვიტყოდით, რომ ეს უბრალოდ სიმღერაა. ფულზე ვიტყოდით, რომ ეს უბრალოდ რკინაა და
რა ვიცი მე იმაზე რა ქვია, გერბზე ვიტყოდით რომ ეს უბრალოდ ნახატია. არა მეგობრებო, ამას ყველაფერს სიმბოლურ დატვირთვას ვანიჭებთ ადამიანები და იმიტომ ხდება ის მნიშვნელოვანი, რომ ჰიმნი არის, ჰიმნი და არაერთი ჩვეულებრივი სიმღერა. დროშა არის დროშა სახელმწიფოს გამომხატველი და არა უბრალოდ რაღაც ნაჭერი. სიმბოლოებია. სიმბოლოებს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ. ხო და ჩემი შეთავაზების არსიც ეგ არის, თუ ჩვენ მივანიჭებდით ამ სასახლეს ასეთ სიმბოლოს, მაშინ ის უნდა დავიცვათ. თუ არ მივანიჭებთ ამ სასახლეს ამ სიმბოლოს, არც ეგ არ არის პრობლემა, სრულიად ძალიანაც გასაგებია და რა თქმა უნდა ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაშინ არ მივანიჭებთ ამ და დასაცავიც აღარ იქნება. და თუ რაც უნდა იქ გააკეთონ, თუ უნდა საკონცენტრო დარბაზი მოაწყონ და თუ უნდა სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა. მე ბიბლიოთეკას გავაკეთებდი იქ მაგალითად. პირველი სასახლე რომ არის, იქაც ის ხო ცდება აბსოლუტურად ტყვილავ ხარჯავთ მილიონებს იმ სასახლის შენარჩუნებაში. ანუ სიმბოლოების საკითხია, შენობა იქნება ეს თუ არა. და მე მინდა გითხრათ სხვათა შორის, რომ სიმბოლოებზე ძალიან მწვავედ რეაგირებს თავად ბიძინა ივანიშვილი. ეს ჩვენ ვიცით. აბა ბაობაბების ამბავი რაც მოაწყო მან, ხო, ფაქტია რომ მას არ მიეჩნია რომ ბაობაბი უბრალოდ ხეა. მას მიეჩნია რომ ეს სიცოცხლის სიმბოლოა, სიცოცხლის ხანგრძლივობის სიმბოლოა და იმიტომ ჩამოიტანა იმ კენიიდან და სასწაულები მოაწყო კენიის მოსახლეობა დაიპირისპირა. იცით თქვენ კენიის მედიაში რა ამბავი იყო? კენიის მოსახლეობა დაიპირისპირა. პროტესტები იყო რომ ბაობაბები ჩამოეტანა. იმიტომ რომ ის სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს. და მე გაგახსენებთ, სასახლეებსაც ძალიან დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს. ნახეთ რა მოხდა მეოწინა სასახლეზე, გაგახსენებთ რა მოხდა. სასახლის გამო დაიწყო დაპირისპირება, იმიტომ რომ მან ჩათვალა რომ ის ყველამ უნდა იაროს თავის სასახლეში, რომელიც აქვს ოლოლაკში და სხვაგან არსად არ მივა, იმიტომ რომ სიმბოლური დატვირთვა აქვს, შენობა რაც დაგვადგა თავზე მთელ ქალაქს. დიახაც. ამიტომ ეს არის სიმბოლოების საკითხი და პოლიტიკაში ძალიან ბევრი რამე არის სწორედ სიმბოლოები. შემდეგი. აქ არის მნიშვნელოვანი რა, რომ ეს ბრძოლა ჩემთვის დაწყებულია ბევრად ადრე და მე მინდა გაგახსენოთ ყველას. პრეზიდენტის ინსტიტუტის წართმევა დაიწყო 2018 წელს. როდესაც შევიდა ცვლილებით კონსტიტუციაში ეს ცვლილება გობახიძემ გააკეთა და პრეზიდენტის პირდაპირ არჩევითობა გააუქმა და შემოიღო ის ხმოსნები, რომლითაც ახლა აირჩია ეს კაცი. ეს წაგვართო 2018 წელს, მაშინ იყო კამპანია, მაშინ იყო საპროტესტო გამოსვლები, მე ვიყავი წინა ხაზზე, მაშინ ვეტო დავადეთ ამას დაადო გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტმა. და მე პარლამენტში გავედი, მაშინ პატარა ჯგუფი ვიყავით ამის მხარეს და ვაპროტესტებდით ამას და ვთქვით, რომ მეგობრებო, ეს ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტის წართმევას. იმიტომ რომ არ უნდოდა გარისკვა ბიძინა ივანიშვილს, რომ არ უნდოდა გარისკვა და ხალხისთვის ამ უფლების მინიჭება, დატოვება არ უნდოდა. ამიტომ ბოლო ინსტიტუტი, რომელიც პირდაპირ აირჩევა, ესეთი დარჩა ამის შემდეგ მარტო თბილისის მერი, სხვათა შორის, ის გააუქმა არჩევნები, პირდაპირი არჩევა და დაატოვა მარტო ხმოსნები. და ამ ხმოსნების მეშვეობით გამოაწყო ეს ხმოსნები და ახლა აირჩია ეს კაცი. ამიტომ ეს ბრძოლა ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის იმ დროიდან მოდის, მაშინაც წინახაზე ვიყავი. ახლაც და ეხლა უკაცრავად ეხლა სახში ხო არ დავждები და ხო არ ჩავეხსნები ამას. ეხლა საერთოდ ეს არის უფრო დიდი ბრძოლის, ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლის ნაწილი. იმიტომ რომ სასამართლოიან, პარლამენტიან, საკონსტიტუციო სასამართლოიან, პრეზიდენტიან და ყველაფერი რუსეთში მივყავართ, ყველაფერს. და არა მარტო რუსეთში, კონკრეტულად გროზნოში, გროზნოს მოდელის გამოძმოღება უნდათ ამათ. და ამაზე მე ცალკე ვილაპარაკებ. რატო იცით? იმიტომ რომ გროზნოში აი ის რაც გუშინ ნახეთ, ჩვენ ლომის ბოკვერი მანქანაში, ასეთ რაღაცებს აკეთებს კადიროვი და ყველაფერი გასდის. იმიტომ რომ შეიარაღებული ბანდები დადის ყველგან. და ყველა ხმის ამომღები ან ციხეში ყავს, ან მოკლული ყავს, ან მოტაცებული ყავს. და ამის გაკეთება უნდათ აქ. ნამდვილად.
რუსეთის გაკეთება კი არ უნდათ ზოგადად, კონკრეტულად გროზნო უნდათ, რომ აქ მოგვიწყონ. ხო და ეხლა ამის წინააღმდეგ ჩვენი შეთავაზებებით უნდა გამოვიდეთ. ეს და კიდევაც გამოვა. გავაგზავნოთ. ამაზე გვიპასუხა პატივცემულმა ივანიშვილის ზოპარკის ბინადარმა, მორიგმა, რომ ეხლა ჩვენ მაგათ დავიჭერთო. მოდით რა ვთქვათ, დაიჭირონ საკუთარი პულსი ამათ. იქიდან დავიწყოთ, რომ ჯერ ესერთი აი ამას იმდენად მიჩვეული ვარ. 2000 სულ პატარა გოგო ვიყავი, 2006 წელი იყო. მაშინ ვიყავი გირგულიანის საქმეში წინა ხაზზე, არაძალადობის მოძრაობის ბუტარობა ქიძესვის დავდევდით ხალხ, ვიცავდით უფლებებს, ციხიდან გამოგვყავდა ხალხი, მოკლედ ნაწამებ ხალხს სააკაშვილის დროს და მაგ დროიდან ვარ მიჩვეული, ჩამტკრივდნენ და მაშინდელი მინისტრები, იუსტიციის მინისტრი ყველა იყო მაშინ და გამოვიდნენ და დავიჭერთ დოლიძესო საიას თავმჯდომარეობიდან გადადგესო და ქუჩაში რო გავდიოდი მელოდებოდა ასე მაური მანქანა ყოველთვის სოდი ერქვა მაშინ სუს ყოველთვის მელოდებოდა მიჩვეული ვიყავი ამას 2 წელი ხო და ეხლა მაგრამ მაშინ აი ეს ივანიშვილის ცხოველები იყვნენ ვიცი რა ზოგი მილიციაში მუშაობდა ზოგი რაღაცა კაბინეტში მუშაობდა, რაღაცებს ჯღაბნიდა, ყავას სვავდა და მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრძოლაში მონაწილეობა რას ნიშნავს. ამიტომ იმუქრებიან, ამით. მეცაც გეტყვით, ქვეყანაში დღეს ქვეყანას ყავს 30 პოლიტპატიმარი, მათ შორის ძლიერი საქართველოს წევრი ვეფხია კასრაძე, 5 შვილის მამა და ომის ვეტერანი და ეს ხალხი არის აზრის გამოთქმისთვის დაჭერილი. მართლა, ნამდვილი სინდისის პატიმრები არიან. არავის არ გაუკვირდება ეხა ეგ რეპრესიები. მეცაც გეტყვით, არც არაფერი არ დარჩენიათ ამათ. გაკოტრებულები არიან. ნორმალური ხელისუფლება დგას ხალხის მხარდაჭერაზე და ლეგიტიმაციას რომ ამბობთ, ეს არის მხარდაჭერა. ამათ ეს აღარ აქვთ ხალხნო. დარჩათ მარტო რეპრესიები. მეცაც გეტყვით, ეხლა ეკონომიკურ რაც ხდება ქვეყანაში, ფასების გაძვირება, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ვერ არავით არის საშუალება არ ექნებათ მათ რომ რაღაცა მოაგვარონ, ამ ხრივ გადაწყვიტონ. ფული არ არის ბიუჯეტში. გადასახადებს იმიტომ წევენ. ყველანაირ გადასახადებს წევით რო წევენ. მშენებლებს რო გაუძვირეს გადასახადები და რაღაცა სარეგისტრაციო მოსაკრებლებს ვაძვირებენ იუსტიციის სახში. ამიტომ ბიუჯეტში ფული არ არის. ხო და რა დარჩენია, თუნდა დაიმუქრონ რეპრესიებით. ხო და დაიჭირონ საკუთარი პულსი ამათ. ეს არის ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა და გასაგებია ყველაფერი, მე მგონი ყველასთვის. შემდეგი. აი ეს მინდოდა მეთქვა, რეალურად სასახლეს რაც შეეხება, ეს არის ერთი ტაქტიკური საკითხი. ამის შემდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ. მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვაკეთებთ სანქციების წინააღმდეგ, სანქციებზე მომუშავე ჯგუფს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული შრომა, რომელიც არის გასაწევი და გასაკეთებელი და ამ შრომას მე გავწევ, სამუშაო ჯგუფი გვაქვს, ფანტასტიკური ხალხისგან შემდგარი და ამ საქმეს მივხედავ. დანარჩენი რაც შეეხება ამ ბრძოლას, ჩემი შეთავაზება ძალაშია, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველი გადაწყვეტილება ყველაზე სერიოზული და ეხა ტაქტიკურად ეს სწორია თუ არა, რა თქმა უნდა არის თავად პრეზიდენტზე. აბა, დროებით, მადლობა რომ მისმენდით, მიყვარხართ დროებით. გნახავთ რუსთაველზე 7 საათზე.